თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ დავით რუსიშვილს უკვე განუსაზღვრა სასჯელის ზომა. ის მომდევნო 21 წელს საპატიმროში გაატარებს. გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე იქნა მიღებული, რომელთაც 5 საათიანი მსჯელობის შემდეგ ბრალდებული დამნაშავედ ხსნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. სასამართლოდან თეონა ცხომელიძე გვერდება. თეონა, როგორ მოხდა პროცესი ამ ვადის განსაზღვრა? რა პოზიცია ჰქონდათ მოსამართლეს და ნაფიც მსაჯულებს? დიახ, გიორგი, დღევანდელ სხდომაზე, სასჯელის დადგენის სხდომაზე ნაფიც მსაჯულებმა მოსამართლეს მიმართეს დამამძიმებელი რეკომენდაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეს აღარ ჰქონდა უფლება, რომ დავით რუსიშვილისათვის სასჯელი განესაზღვრა 2/3-ზე ნაკლები. ეს არის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის უმაღლესი სასჯელის 2/3. შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მკვლელობისათვის დავით რუსიშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით 4 წელი მიესაჯა იარაღის უკანონო ტარებისათვის და ასევე რუსიშვილს ჰქონდა პირობითი მსჯავრების მოუხდელი 3 წელი დარჩენილი წინა სასამართლეობიდან და შესაბამისად ამ ციფრების დაჯამებით მოხდა ისე, რომ დავით რუსიშვილს მოუწევს საპატიმროში 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარემ რა მტკიცებულები წარმოადგენდა, დაცვამ ვერაფერი ვერ დაუპირისპირა ამ მტკიცებულებას. ამიტომ ველოდებოდი ნამდვილად გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო დავით რუსიშვილს 21 წელი გამოუტანა. კმაყოფილი რანაირად უნდა ვიყო, თუ გინდათ იმით, რომ ისე 19 წლის ბიჭმა თავისი ცხოვრება ასეთი იმით დაასრულა ამ ხელასასჯელით. უბრალოდ კმაყოფილი ვარ იმით, რომ პასუხი უნდა გოს იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდია. ნაადრევი იყო და რუსიშვილის პროცესის ჩატარება, ვინაიდან ჩვენ დაცვის მხარე პირადად მოვიკვლია და მოვიძიე ის 3 დამნაშავე, რომელიც ფიგურირებს და მთავარი შემსრულებლები და მე წარუდგინე პროკურორს, მართებული იქნებოდა და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, რომ მესამე, რომელიც მე წარუდგინე და მას იაღძრეს საქმე შესაბამისი მუხლით, რომ გამოეკვეთათ ეს პიროვნებები. მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდების მხარემ წარადგინა იმდენად მტყუარი და იმდენად დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც აშკარად მიუთითებდნენ დავით რუსიშვილის ბრალდებას. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, მათ ობიექტურად, სამართლიანად და რაცავარია დამოუკიდებლად შეაფასეს ეს მტკიცებულებები და საზოგადოების სახელით მიიღეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი ვერდიქტის სახით. მსაჯულები მონაწილეობდნენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლოს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. რუსიშვილის ოჯახის წევრები და დაცვის მხარემ არ ეთანხმება, რა თქმა უნდა, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და შესაბამისად ბრალდებულის ადვოკატი ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. ეს იყო თეონა ცხომელიძე.